დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის ხუროთმოძღვრების ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულების შესახებ. სტუდიის სტუმრები კი გახლავთ ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, უმაღლესი კატეგორიის მხატვარ რესტავრატორი, პროფესორი ბატონი მერაბ ბუჩუკური და კურსდამთავრებული საბა წოწორია. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონ მერაბ, თავდაპირველად მოდის დავწყოთ საუბარი თავად სპეციფიკაზე, ზოგადად ეს მიმართულება როგორ ხასიათდება და რის გამოირჩევა? სანამ უშუალოდ კითხვის პასუხზე გადავიდოდი, მცირე წამზვარებას გავუკეთებ. იმიტომ რომ ეს დარგი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ ეკლესიის წიაღში მაგლაპარაკი, როცა 2002 წელს ხელი მოეწერა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებას, ეგრეთ წოდებული კონკორდატს. მის საფუძველზე მესაკუთრედ გამოცხადდა ეკლესია. და ეს ისტორიული მესაკუთრე გახდათ და მას შემდეგ მესაკუთრეობა ანიშნავს იმას, რომ ჩემია და მორჩა მას მოყვა ვალდებულებებიც. ეს ძალიან კარგად გაათვითცნობია რასაკვირველად ჩვენ მოუწმინდესმა და მაშინვე მისი კურთხევით ჩამოყალიბდა, უბრალოდ დაიწყო ზრუნა იმაზე, რომ სასულიერო აკადემიის წიაღში ჩამოყალიბებულიყო ამ მიმართულების დარგი, რასაც ქვიან მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია. ზოგადად საზოგადოებაში მონუმენტური ხატწერა უფრო გასაგებია იყო, ეს იყო მონუმენტური მხატვრობა, ასე ერქვა კომუნისტების დროს, ეს დარგი არსებობდა სამხატვრო აკადემიაში, რომელიც კურსდამთავრებულიც მეგახლავათ ათეულების წლით წინ, მაგრამ ის სრულყოფილი სწავლა, რასაც ქვიან ხატწერის რესტავრაცია, ვერ იქნებოდა და არ იყო. და რაშია საქმე? წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ ხატწერა არის, მხატვრობა ხატწერა არის თეოლოგიის განუყოფელი ნაწილი. ამას ბასილი გრიგოლთისმეტყველი, ივანე ოქროპირი ამბობს და თუ ჩვენ ამას მივიჩნევთ და ესეა, ჩვენზე არ არის მივიჩნევთ, არ მივიჩნევთ, მაშინ ამ დარგის საფუძველი ხატწერაზე მაქვს საუბარი, უნდა იყოს თეოლოგიური სწავლებანი. ეს არის ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, იქნებ ერთვება ლიტურგიკა, მერე ასევე აუცილებელი ეკლესიის ისტორია, იკონოგრაფია და ასე და ასე. იმიტომ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც დაყრდნობითაც უნდა ხდებოდეს ხატწერა. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ ხატწერის რესტავრაციაზე, მაგრამ ხატწერის რესტავრაციის საფუძველიც უშუალოდ ის დარგი არის, რესტავრატორიც უნდა გავზარდოთ. ეს არის ხატწერა. ამიტომ მე მინდა თქვა, რომ მომავალ აბიტურიენტებს აუხსნა რა არის ჩვენი მიმართულება. ეს არის სწავლება ხატწერაში, თავისი სრული ამ დისციპლინებით, რაც უკვე ჩამოვთვალ და პლუს კიდე როგორც კი მესამე კურსიდან ვიწყებს სწავლებას რესტავრაციის მიმართულებით, აქ უკვე ცალკე არის ხატწერა, ცალკე ხატწერის რესტავრაცია, სრული კურსით გადის რესტავრატორების ხატწერას და ამას ემატება კიდევ ესე ვთქვათ მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია. თუ ხატწერაში თქვით, რომ ეს თეოლოგიური სწავლებარია წამყვანი და ასევე საფუძველია, რადგან ხატწერებიც არიან ჩვენი კურსდამთავრებულები, ასევე ამას დაემატება უკვე ის საგნები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში. ძეგლების პირობითია, იმიტომ რომ მე არ სიამოვნებს არასდროს, როცა თქვათ ხატს ძეგლს ვეძახით, ხო, ეს რაღაც არქეოლოგიას ერქვა ძეგლი, მაგრამ ეს ცოცხალი რამ არის, რაზეც ჩვენ თუ ჩვენ შეწევნას ვთხოვოთ, ესე იგი ცოცხალს ვთხოვთ, ხო? სხვანაირად არ შეიძლება გააზრებული იქნას. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ამ მიმართ აბსოლუტურად განსხვავდება, თქვათ, ეს მიმართულება საერო სასწავლებელშიც არის, მაგრამ იქ ვერ იქნება სრულყოფილი სწავლა, იმიტომ რომ სრულყოფილი სწავლა რომ იყოს, ჩვენ უკვე ვთქვით, თეოლოგიური საფუძველი, თეოლოგიური საფუძვლის უპირატეს სასწავლო პროცესი ალბათ გერესი ეკლესიის წიაღში და განსაკუთრებით სასულიერო აკადემიაშია. სასულიერო აკადემიაში ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ესე ცოდნა, ესე ვთქვათ, სიღრმისეული ცოდნას იღებს სტუდენტი, ვიდრე შეიძლება სხვაგან მიიღოს, თუნდაც მეტად დავაცარებ. თუმცა მე ემატება იქ ორგანული ქიმია, ორგანული ქიმია, ტექნოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ რესტავრაციაზე, რაოდენ ღირებული არის ეს მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მოცულების სამუშაოები ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ღვთისწყალობით, ბევრი ტაძარია მოხატული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც. დღეს თუ არა გვაქვს ამის საშუალება და ფინანსების და თქვათ ესეთი აქტიურად ვერ მიმდინარეობს წელს ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ძეგლის
სარესტავრაციო დაფინანსება, მაგრამ თვითონ რესტავრატორების, მომავალ რესტავრატორების სამუშაოები მაინც არის. თბილისში არის დაფინანსებები, მიმდინარეობს ძველი სადარბაზოების აღდგენები და აქ ჩართულები არის, რომ სამუშაოს მიმართულები ჩვენი სტუდენტები გარანტირებული არიან ამ მიმართულებით და გარდა მაგისა ჩვენ სულ ხომ ესეთი საუბარი სტუდენტებთან, რომ თქვენ ხართ ამავდროულად ხატმწერებიც. ამიტომ ესე ვთქვათ, აუარებელი ძეგლი ეს ეკლესია შენდება დღეს საქართველოში და ამ ყველა ეკლესიას მოხატვა ჭირდება, ხატების შემკობა ჭირდება და ეს ყველაფერი შემოქმედნი არიან ჩვენი კურსდამთავრებლები და გამორჩეულები არიან დღეს ჩვენი კურსდამთავრებლები შემიძლია ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, რომელიც ეკლესიებს ხატავენ, მაგალითად დაწყებული თრუსხეობიდან სვანეთში, მაგალითად ნათია გაბისონია ასეთი, აკაკი წერეთელი ჩვენ კურსდამთავრებული მიხეილ ბერიძე ერთ-ერთი წამყვანი ესე ვთქვათ ფერმწერია და ასე შემდეგ დააშენდა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და ესე ვთქვათ დასახელებას ვისაუბრე და გარდა მაგისა ჩვენი გადაცემის მე მგონი ერთი შინაარსი ისიც არის რომ ჩვენ მომავალ აბიტურიენტებს მოუწოდოთ რომ გარდა ამ ყველაფრის ამ სიღრმისეული სწავლის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი ნამდვილად ხელშეწყობა ძალიან მაღალია. რისი საშუალებაც არის იმაზე მაგ საუბარი, ასაკულებ პრემიერ შეიძლებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ხო, რაც რესურსია მაქსიმალურად ხელშეწყობა რექტორისგან, მამა გიორგი ზვიადაძისგან, პროტოპრესვიტერისგან და თელი რექტორების გვერდში გვიდგას, იმიტომ ჩვენ მაინც განსხვავებული დამოკიდებული იმ თეოლოგიური მიმართულების სწავლებებიდან, რომელიც უშუალოდ სემინარიაში და თუნდაც აკადემიაში, ჩვენ ცოტა განსხვავებულია მაინც, იმიტომ რომ არის საეკლესიო არქიტექტურა ჩვენ ფაკულტეტზე, ხო, ხაწერა ვთქვით, რესტავრაცია და აქ ცოტა სხვანაირი მიდგომები და ხარში გვიდგანან ჩვენ ესე ვთქვათ აზრებს ითვალისწინებენ ამ სასწავლო პროცესის სილაბუსები იქნება თუ ასე შემდეგ და ეს ძალიან ესე ვთქვათ შედეგსაც იქნება ის რომ პრაქტიკულად მიიღო მონაწილეობა ამ გარდა მაგისა მინდა ვთქვა რომ განსხვავებით სხვა სასწავლებლისაგან ჩვენ სასწავლებელს აქვს საერთო საცხოვრებელი წოდებული სამმაგი კვებით სამჯერადი კვებით რომელიც ესე მარტივი არ არის დღეს ამ სიდუხჭირის ჟამს და ამავე დროს სასწავლებელი უფასო დღეს არაფერი არ არის მოგესალმებათ, მაგრამ პატრიარქის დაფინანსებით და მისი კუთხებით ხდება ესა, რომ დღეს რა მდგომარეობა კი იცით და სწორ დამოკიდებულა აბსოლუტურად ეკლესიის წიაღში, აი ეს ყველაფერი ხდება და არ ამგონია დიდი ხელშეწყობა. ხო, არ ამგონია რაიმე ესე დიდი არჩევანი ქონდეს დღევანდელ მდგომარეობაში, მით უმეტეს რაიონებში ჩამოსულ სტუდენტს, რომ თქვათ აქ არ მოვიდეს და რაღაც ეს გარე ეკლესიის წიაღი სრული დაფინანსებით თან როგორ ასაულე მათი თავისუფალი არჩევანია, მაგრამ მე მოკლედ მოგახსენეთ ის რისი წარმოდგენა შეიძლება ქონდეს ზოგადად მომავალ აბიტურიენტს, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო არის ის რომ რატო წარმოიშვა, როგორ წარმოიშვა, რა განსხვავება უცხოეთში რა ხდება ჩვენთან რა ხდება, ეს სხვა გადაცემის თემაა და ეს არ მოიცავს ჩვენ დღევანდელ თავად კურსდამთავრებულს გითხოთ. ძალიან იმ გარემოზე და იმაზე თუ მე დაინტერესდება, აი საბა თქვენ კურსდამთავრებული ხართ, გარემოზეც გითხარით და საერთოდ გითხარით როგორ იყო სწავლების პროცესი, რა გამოცდილება მოგცათ და თქვენი თავდაპირველი ფიქრები, მოლოდინები თუ გაამართლა აი იმ გამოვიდა წლებმა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ გარემო ნამდვილად დადებითი იყო, კარგი პროფესორ მასწავლებლები დადებითად გვექცეოდნენ, ეს გამოიხატებოდა მათ ყურადღებაში და თითოეული დეტალს ერთად განვიხილავდით ხოლმე, როცა მუშაობდით, ეს იყო სწავლების პროცესი, თუ ეს იყო უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი. ამიტომ როგორც ბატონმა მერაბა აღნიშნა, ეს სასწავლებელი არის ერთ-ერთი პირველი, რომელშიც ყველას ურჩევ თანამედროვე ახალგაზრდებს, რომ ჩააბარონ, მოვიდნენ აქ, იმიტომ მათ აქ დახვდებათ ისეთი გარემო, რომელიც ოჯახში იდილიური გარემო, ასე ვთქვათ. როცა მე ვაბარებდი სასულიერო აკადემიასა სემინარიაში, გარკვეული შეხედულებები მქონდა იმის შესახებ, თუ სად მივდიოდი, წარმოდგენა, სად მივდიოდი და რა მინდოდა მეკეთებინა, როცა ამ სასწავლებელში ჩავაბარებდი. საბა ეს დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, ვთქვათ, მე უკვე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სამომავლო გეგმები როგორ აპირებთ რომ გამოიყენოთ? პირველ რიგში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, იმიტომ რომ ეს არ არის პროგრამა მაქსიმუმი, რის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, კურსდამთავრებულებს ვგულისხმობ. მე მიხარი რომ ჩემი კურსელებიც აგრძელებენ სწავლას, ასე მინდა აღვნიშნო
და მე უკვე აქვე აგრძელებთ აკადემიაში? არა, აკადემიაში არა, იმიტომ რომ აკადემიას მაგისტრატურის განხრა არ აქვს სამხატვრო აკადემიაში ვაგრძელებ, მაგრამ მე უკვე მქონდა გამოცდილება იმის რომ ბატონმა მე აღნიშნა რომ მიხეილ ბერიძესთან ჩვენი ხატწერის პედაგოგია მასთან მემუშავა, მაგაკი წერეთელთან მემუშავა და გარკვეული წინაპირობა შემექმნა იმისთვის რომ მომავალში ეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო იმ სფეროში რომელიც 4 წლის მანძილზე ვისწავლე. თქვენ სადიპლომო ცოტა ხნის წინ დაიცავეთ, რა იყო თემა თუ გაგვანდაობთ, რას ეხებოდა თქვენი დიპლომი? ჩვენი სადიპლომო თემა გახლავთ ხარების მონუმენტური მხატვრობა, ატენის სიონის კედლის მხატვრობიდან. უშუალოდ ვიხელმძღვანე ძირითადად ხელმძღვანელობით ატენის სიონის კედლის მხატვრობიდან, მაგრამ განვიხილეთ რამდენიმე სხვადასხვა ნიმუშები მუზეუმებიდან, კედლის მხატვრობებიდან, სხვადასხვა ეკლესიებისა, მოგეხსენებათ ხარებარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელიც თითქმის ყველა ეკლესიაში, მოხატულ ეკლესიაში გამოისახება და რაც შემორჩენილი გვაქვს იქიდან უნიკალური ძეგლებია, ყველა უნიკალური კედლის მხატვრობებია. და პერიოდულად მიღებული ცოდნის გამოვლინება ჩვენი აზრით მოხდა და გამოვლინდა იმ ნაშრომში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ცოტა ხნის წინ. და ეს ბატონო მერაბმაც აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ხდება უკვე მერე მიახლება თქვენი თქვათ ამ თქვენს უშუალო საქმიანობასთან, ეკლესია მონასტრებში დადიხართ, იღებთ მონაწილეობას სტუდენტები და ეს არის მნიშვნელოვანი ალბათ იმისათვის, რომ შენი საომავლო პროფესია რაც გაქვს არჩეული, უფრო მეტად განავითარო, შეიმეცნო და უფრო მეტი მსურვილი ქონდეს იმის, რომ განვითარდე ამ კუთხით, ხომ? ეს რამდენად აგეხმარათ ამ ყველაფერში ეს პრაქტიკული გამოცდილება და რომელ მათგანს გაიხსენებ უფრო მეტწილად და შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა? სანამ ამ თემაზე გადავიდოდი, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, იმიტომ რომ სანამ სასულიერო აკადემიას და სემინარიაში მივიდოდი, მე სანტრედიიდან ვარ წარმოშობილი და ჩვენი გქონდა ხატწერის წრე. ბატონი ელგუჯა ახუბაძე იყო ხელმძღვანელი და სანამ აქ მოვიდოდი ხატწერაზე ჩვენ გქონდა შეხება ხატწერასთან, ბატონი ელგუჯა გვასწავლიდა ხატწერას და ეს ამან უკვე განაპირობა ის რომ მოვედი აქ. ამის შემდეგ ეს მიღებული ცოდნა რაც 4 წლის მანძილზე დაგროვდა, ვფიქრობთ რომ უკვე გვაძლევს საშუალებას რაღაც მინიმალურ დონეზე ჩარევები გავაკეთოთ ძეგლებზე, იმიტომ რომ ვიმუშავთ, გულისხმობ ვიმუშავთ და გავიხსენებ იმ ფაქტს, როცა ჩვენ მუშაობდით უშუალოდ საბაკალავრო ნაშრომზე, ძალიან ბევრი ასთა სხვადასხვაობა იყო, ძალიან ბევრი პროფესორ-მასწავლებელი იყო ჩართული ამ საკითხში, რადგან მათი მოგეხსენებათ, როცა კედლის მხატვრობა იქნება საჭიროა იკონოგრაფიის განხილვა, საჭიროა ტექნიკისა და ტექნოლოგიის განხილვა, რა ტექნიკით შესრულდება რესტავრაციის მიმართულება ცხადია ამას ჩართული იყო, იმიტომ რომ კომპლექსური მუშაობა. დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი სფეროა, მოგეხსენებათ და ამიტომ ის ერთობლივი მუშაობა, რაც ამ ნაშრომში გამოვლინდა, ვფიქრობ ჩვენთვის ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ფაქტია. ბატონო მერაბა, როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას, დღეს განსაკუთრებით ექცევა ყურადღება, ცხადია ფიქრობს, რამდენად შეძლებს თავის უნარების განვითარებას, პრაქტიკაში დასაქმებას, თავის პროფესიის საქმეთ გახდომას, ხო? რას ფიქრობ, დღეს რამდენად პერსპექტიული პროფესია იქნება რესტავრაცია, იგივე ხატწერა და რამდენად მიეცემა საშუალება სტუდენტს ადამიანს, რომელიც დაუშვათ ამ ფაკულტეტზე ისწავლის, რომ მან განავითაროს თავის ნიჭი და როგორც საქმე ისე გაიხადოს. დიახ. მოდით ესე წერანდა გამორჩა და აქვე დავამატებ იმასაც, რომ ზოგადად რესტავრაცია უმეტესი ნაწილი რესტავრაციის არის პრაქტიკული სამუშაო. ეხლა ჩვენ აბიტურიენტებმა ისე არ გაიგონან საზოგადოებამ, რომ ჩვენ მარტო თეორიას ვასწავლეთ, ესე არ არის. ჩვენთან ხდება პრინციპი სასწავლო პრინციპი ასეთია. თვითონ სტუდენტები ეძლებათ დავალება თქვათ შესაძლებელი მინიატურიდან, ხატიდან, დაზგური ნამუშევრიდან, მონუმენტებიდან იღებენ ნიმუში, ესე ვთქვათ, ფრაგმენტებს, აკეთებენ მათ სინთეზს და ზუსტად იმ ტექნოლოგიით, როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, შელესვა, გრუნტების მომზადება, პიგმენტების, ესე ვთქვათ, მოზელვა, გამზადება, შესაბამისი შემაკავშირებელი კვერცხის ემულსია, შემდეგ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, დაიტანენ, ანუ შეასრულებენ, შემდეგ აზიანებს უკვე სხვა ჯგუფი, როგორც აი ხდება შუა საუკუნეებში აზიანებს ადამიანი, რომელიც ამას ხატავს, ენანება. ფიჩებას ხებს ესეთ აზიანებიდან საკმაოდ. შემდეგ უკვე მესამე ჯგუფი უკვე რესტავრაცია, იმიტომ რომ ასეც ხდება, თუ ვიღაცამ დახატა, ვიღაცამ მე ტერმა თუ არამეობა რომ დააზიანა და მე მივდივარ ჩვენ და ამის კონსერვაცია, რესტავრაციას ვიწყებთ. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი თემა.
სანამ უშუალოდ შეეხები ესე ვთქვათ ძეგლს, ესე ვთქვათ პირობითად ძეგლს, მანამ ხდება მისი შესწავლა, ანუ კვლევა. და კვლევის მეთოდებიც ისწავლება ჩვენთან. იმიტომ რომ ეს კვლევა განაპირობებს თუ როგორი მეთოდოლოგია უნდა იქნას შემუშავებული, რომ ესა თუ ის ამა თუ ის ძეგლზე გათვალისწინებთ იმისა, რომ რა ტიპის დაზიანებებია, როგორ უნდა შესრულდეს. ეს ერთი მიმართულება, თუმცა ეს სასწავლო პროცესი, როგორც მოგახსენეთ, ორგანული თუ არაორგანული ქიმია თუ ეს სამხატვრო მასალათა, ესე ვთქვათ, კვლევითი მიმართულება თუ ესე ვთქვათ, მეთოდოლოგიის ცოდნა აუცილებელია, იმიტომ რომ მე შერჩეული იქნებს შესაბამისი მასალები. იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მასალების შერჩევას, იმიტომ ეს მასალების უნდა იქნას შერჩეული, რომ დაზიანება არ მოხდეს პირიქით. ამით უნდა რაღაცა გადავარჩინო, დავაკონსერვოთ, ან გავაკეთო რესტავრაცია და ამიტომ არის ძალიან ღირებული ამ საგნების სწავლა და შემდგომ მასალების შესაბამის შერჩევა და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს ყველა იმიტაცია, ესე ვთქვათ, მოდი პირობთ, იმიტირება ხდება, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები მას დახვდება ძეგლზე. მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ, რომ პირდაპირ ჩვენ სტუდენტებს თავიდან აპრიორში იციან, რომ პირდაპირ მათი დამოუკიდებლად ცხადი არც გაბედავენ და არც ვთქვათ, იქნება მისაღები, რომ პირდაპირ ეკლესიაზე დაიწყონ ეს ეკლესიის მუშაობა, თუ არ ეყოლებათ შესაბამისი გამოცილი რესტავრატორი და აქვე ესეთი ჩარჩვა მოქცეული კონკორდატის საფუძველზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი ზრუნვაზეა საუბარი და საბოლოოდ გადაწყვეტილებას ნებართვა სახელმწიფო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ეკლესიის ესე ვთქვი შუამდგომლობით ამ ყველაფრის ნებართვას საბჭო არსებობს ჯერ ჩვენთან საპატრიარქოში, რომელიც წევრიც მე გახლავთ, ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, კულტურული მემკვიდრეობის და მაშინ რამდენიმე საბჭოს წევრი ჩვენც ვართ და ამიტომ ეს ყველაფერი უკვე დახვეწილი ხილება რა მასალები, რა მეთოდოლოგია და შემდეგ უკვე ხდება, ესე ვთქვათ, დღეს რაღაცნაირად ცოტა დაკნინებულია, ისე უყურება ხო იცი და უცხელის უნდა იყოს, მაინდამაინც საუკეთესოა. ძალიან მაღალი დონის სკოლა ქონდა ჩვენ, ითვლებოდა მაშინ კარგი იყო, ცუდი იყო ისტორია, მას ვერ ამოვხვრით. საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ქართული სარესტავრაციო სკოლა, წამყვა სკოლა. და სხვათა შორის არც ახლა საკმაოდ მაღალი დონის რესტავრატორები ყავს, მაინდამაინც გაშვერა სადღაც ხელს არ გვჭირდება, თუ ძალიან ღირებული და მნიშვნელობა ჩვენი კონტაქტები, იმიტომ ჩვენ უშუალოდ გერმანელ სპეციალისტთან, იტალიელებთან გვიმუშავია, როგორც კვლევით სამუშაოები ჩაგვიტარებია, ისე თვითონ უშუალოდ ძეგლზე მუშაობა და ეს ყველაფერი ჩართულები იყვნენ სტუდენტებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. სწორედ სადიპლომო ნამუშევრებს ხედავთ ახლა ჩვენ ბატონო მერაბ და ასევე ალბათ ძალიან საინტერესოა ის თუ შემდგომ რა კვალიფიკაცია ენიჭებათ, თქვათ, კურსდამთავრებულებს. ზოგადად კურსდამთავრებული ჩვენთან ხო ესეა ეს არ არის სრულყოფილი ჯერჯერობით ეს ბაკალავრიატია არ არის სრულყოფილი უმაღლესი განათლების თუ რაღაც გარკვეული საფეხურია. შემდეგ საფეხური აუცილებელია მაგისტრატურა, მაგრამ სამწუხაროდ მაგისტრატურის პირობები ჯერ ბაზა არ არსებობს, თუმცა მომავალ ფიქრობთ ეს აუცილებლად იქნება და მათთვის ეს სამაგისტრო ჩვენთან გულისხმობ. ამიტომ ჩვენ სამაგისტრო ესე ვთქვათ იმ პროგრამის გავლას თვითონ უშუალოდ ძეგლზე ხელმძღვანელებთან ერთად გადიან და სრულყოფილ ცოდნას იღებენ და რაც თქვენ კითხვას დაუბრუნდები, წერან თქვი კიდევ იმეორ რომ ძალიან მოთხოვნად საქართველოში ძალიან მოთხოვნადია ალბათ მოვა სულ მალე უახლოეს წლებში რომ ეს დაფინანსება იქნება მის შესაბამისი რომ ჩვენ ეს პროფესია ჯერჯერობით განვითარდეს უფრო მეტად არ დავკარგო და ინტერესი მეტი გამოჩნდეს მაგრამ დღესდღეობით ვახერხებთ იმას რომ თუ სარესტავრაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს ძეგლებზე არა მე ვიძახი წელს მაგ შარშანო იყო გარკვეული ფრაგმენტულად მაგრამ მაინც იყო წინა წლებში იყო მაგრამ წელს რაღაცნაირად შეფერხდა მომავალში იმეც ვიტოვებ რომ ეს ყველაფერი ადგება და სამუშაოები დატვირთული იქნება და პარალელურად კიდევ ერთ სიტყვას ჩავამატებ რომ აქვთ სამუშაო თუნდაც ძეგლების მოხატვა იქნება თუ ხატების შექმნა. ეს დამოკიდებული უშუალოდ სტუდენტის მომდომებაზე. თუ სტუდენტმა ახლა ესე იგი სასწავლო პროცესი ხო, თუ არ უნდა სწავლა ახლა არც არავინ დააძაბა. ყველაპირობა საიმისოთ რომ ისწავლონ ყველაპირობა დიახ, თავარია მათი მომდომება. ეხლა ბოლოსკენ აუცილებლად თქვათ, სამდენი ვისაუბრეთ ჩარიცხვის წესებზე და მოთხოვნებზე. რა მოეთხოვება აბიტურიენტს და როგორ ხდება მოგახსენებთ, ხო, ჩარიცხვის წესები ასეთია, ნუ ხატვა აუცილებელია, გარკვეული მე არ ვიძახი ახლა რაღაცით შედევრები უნდა შექმნას, მაგრამ
ერთადერთი რაც არის ეროვნული გამოცდებიდან უნდა გქონდეს ქართულში ჩაბარებული, ერთი გამოცდა უნდა ჩაბარებული თუნდაც თუ მეტიც ქონდა არ შეუშიცხადია. დანარჩენები შიდა გამოცდები ეს იქნება კატეხიზმი, ეს არის უცხოენა, ეს არის ისტორია. დიდი სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს თუ მომზადებულია თქვათ საჯარო სკოლა რომელიც მაინდა-მაინც ვერ დავიკვეხნით რაღაც მაღალ დონეზეა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მოდიან ძალიან კარგი სტუდენტები არიან ოქროს მედალოსტები ვერცხლის მედალოსტები მოდიან და ჩვენთვის ეს იმის გარანტია რომ შესაბამისად კარგ სპეციალისტებს გავდით და ქვეყანას ეყოლება ესე ვთქვათ ხალხი ვინც ამ უტრმემკვიდრეობის ამ დიდ საგანძურს ჩაიბარებად მოულის და ბოლოს კი რას ურჩევთ მათ ვინც გადაწყვეტ ჩაბარებას რა გაითვალისწინო პირველ რიგში ვურჩევ მათ რომ მოემზადონ იმ საგნებისთვის რომლებსაც შეეჯიდებიან ცხადია განიხილონ პროგრამები რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის ვებგვერდზე დევს, გამოქვეყნებულია, განიხილონ ის პროგრამები, რა შინაარსის ტექსტებთან მოუწევთ მუშაობა, რა ტიპის მასალებთან მოუწევთ მუშაობა, ამას ცხადია პერიოდულად სემინარიაში გაიგებენ, მაგრამ წინასწარ მზაობა გქონდეთ, თუ რასთან მოუწევთ, რამხელა მნიშვნელობის საქმესთან მოუწევთ შეჭიდება ამ იმ 4 წლის მანძილზე, რომელშიც ისინი სასულიერო აკადემიაში გაატარებენ. დიდი მადლობა. მადლობა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე უმაღლესი კატეგორიის მხატვარ რესტავრატორი პროფესორი მერაბ ბუჩუკური და კურსდამთავრებული საბა წოწორია გახდნენ ჩვენი სტუმრები.